150 გვერდში ჩადეული მთავრობის ერთწლიანი მუშაობის ანგარიში პარლამენტში პრემიერ-მინისტრმა წარადგინა. ირაკლი კობახიძე ქართული ოცნების დეპუტატების წინაშე ძირითადად იმ მიღწევებზე საუბრობდა, რაც მისი თქმით გუნდის სწორი პოლიტიკის დამსახურებაა. მან განსაკუთრებული ყურადღება ქვეყნის ეკონომიკაზე საუბარს დაუთმო. თქვა, რომ საქართველოს ეკონომიკა ზრდისა და განვითარების მხრივ ევროპის მასშტაბით პირველ ადგილზეა. პრემიერმა ისაუბრა საგარეო პოლიტიკაზეც. აღნიშნა, რომ ამერიკასთან და ევროპასთან ურთიერთობების მოგვარების მსურველია, თუმცა პირობებით, მთავარი კი მისივე თქმით, საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემაა. მთავრობის მეთაურმა სამომავლო პროექტებზეც ისაუბრა და თქვა, რომ ეტაპობრივად გამოწვევები დაიძლება. გვაქვს ძალიან კარგი ტენდენციები, შარშან იყო მაღალი ეკონომიკური ზრდა, წელსაც გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა, მთავარია რომ ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ზრდის მაღალი ტემპი შევინარჩუნოთ. 20 წლის ბოლოსთვის ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე იყო $4,300 და 2024 წლის ბოლოს ამაჩვენებელმა უკვე მიაღწია $9,140. ანუ ჩვენ გავარმაგეთ და კიდევ უფრო მეტად გავზარდეთ, ხოლო და 4 წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა, ნომინალური ეკონომიკა დოლარში, რაც ნიშნავს იმას, რომ ეკონომიკა ძალიან სწრაფი ტემპით ვითარდება და უფრო მეტიც საქართველოს იკავებს პირველ ადგილს ამაჩვენებლით, გასული 4 წლის მონაცემებით, არ მხოლოდ ფართო რეგიონში, არამედ ევროპის ქვეყნებს შორისაც კი. ნუ პირველ ადგილზე ვართ ევროპაში და ფართო რეგიონში, გასული 4 წლის განმავლობაში ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით. ირაკლი კობახიძის გამოსვლა მადლობებით შეაფასეს ქართული ოცნების დეპუტატებმა და მთავრობის წარმომადგენლებმა. მათი განცხადებით, სახელმწიფო გუნდი წარმატებით მუშაობს და გასაკრიტიკებელი მათ მუშაობაში ფაქტობრივად არაფერია. შემფასებლებიც საქართველოს ეკონომიკურ ბუმსა და ამაში მთავრობის სწორ ხედვაზე საუბრობენ. ერთ გუნდს წარმოვადგენთ და მუდმივად გავდივართ შიგნით კონსულტაციებს ამა თუ იმ რეფორმასთან დაკავშირებით, რაც შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან ეფექტიანი იყო პრემიერ-მინისტრის და მისი გუნდის მუშაობა, ეს იმ გამოწვევების ფონზე, რომელიც შიგნით თუ გარეთ გვხდება, ის მონაცემები და ციფრები, რაც პრემიერმა ისაუბრა, ადასტურებს, რომ საქართველოს არის მაღალი განვითარების, წარმატებული ევროპული ქვეყნის ყაიდის ქვეყანა, სტრატეგიული ობიექტები, რომელიც უნდა განხორციელდეს, მათ შორის ანაკლია და სხვა. ეს იქნება მომდევნო სამუშაო წლის და პერიოდების აქცენტი. ხაზი გაისვა ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, რა გაკეთდა ბოლო წლების განმავლობაში, რა მიღწევები გვაქვს, ასევე საუბარი შეეხო გამოწვევებს და რა უნდა გაკეთდეს იმ თვალსაზრისით, რომ გავაუმჯობესოთ კონკრეტული მიმართულებები. აბსოლუტურად შეიძლება ითქვას, რომ ყველა მიმართულებით გვაქვს ხელშესახები, წინ გადადგმული ნაბიჯები. ცხადი არსებობს გამოწვევები და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს გამოწვევები იქნეს დაძლეული პრემიერ-მინისტრს თავის გუნდთან ერთად, ხელისუფლებასთან ერთად, მთავრობასთან ერთად მინდა წარმატებები უსურვო. ზედაპირულ ციფრებში გამოხატული მოჩვენებითი ეკონომიკა და უხვი ტყუილები. ასეთია ქართული ოცნების პოლიტიკური ოპონენტების შეფასებები. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ამბობენ, რომ ირაკლი კობახიძის ანგარიში საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ეკონომიკურ მდგომარეობას რეალურად არ ასახავს. ჩვენ მოვისმინეთ ბევრი ტყუილი. დიახ, მათი სიღარიბე ნამდვილად დაძლეულია კორუფციით, ბინძური ფულით, რუსული სანქციების გვერდით ავლით, თაღლითური კონცენტრებით, ნარკოვაჭრობით. ის ფაქტი, რომ 800 ლარზე მეტი ხელფასი არ აქვს საქართველოში დასაქმებულთა ნახევარს. რამდენი ხანი შეიძლება ანაკლის სპორტის მშენებლობა მოძრავი თარიღი იყოს და კალენდარში იაროს წინ და წინ. იტყვით, რომ ყველაფერი აშენდება, არსეულობით მილიონი დაიხარჯება, ოღონდ ზეგ. არალეგიტიმურმა პარლამენტმა დაამტკიცა ირაკლი კობახიძე მთავრობის მეთაურად და მასაც არ გააჩნიათ ლეგიტიმაცია. ამ გუნდისთვის, ამ დაჯგუფებისთვის ევროპა არის მტერი. ანგარიში, რომელიც ირაკლი კობახიძე მოამზადა, არის ტყუილი და ფარსი. ეს არის რეჟიმის ანგარიში. დღეს დაიხურება ეგრეთ წოდებული არალეგიტიმური პარლამენტი, ხო? თუმცა ქართველი ხალხი გახსნის პარლამენტსაც და ქვეყანაში აღდგენს დემოკრატიასაც. პრემიერის ანგარიშით მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი საგაზაფხულო სესია ოფიციალურად დაიხურა. თუმცა პარლამენტში შესაძლოა რიგ გარეშე სხდომებით გაგრძელდეს მუშაობა. 1 და 2 ივლისს ნარკოდანაშაულთან ბრძოლის საკანონმდებლო ინიციატივებს განიხილავენ. დანარჩენი კანონები, რომელსაც ქართული ოცნება დაჩქარებულად განიხილავდა, პარლამენტმა 26 ივნისის სხდომაზე უკვე მიიღო. მათ შორისაა ცვლილებები სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ და საერთო სასამართლოების შესახებ კანონებში. მმართველი პარტიის ოპონენტები ამ კანონებს რეპრესიების გამგაცრებად აფასებენ. ალეკო კვეტაძე, ევრონიუს, ჯორჯია.